ორდღიანი პარალიზების შემდეგ ვანისულორის დამაკავშირებელი გზა აღდგენილია საგზაო მონაკვეთი ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ წაიღო. იმერეთის პარალელურად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამაგრელოს ზემო სვანეთის რეგიონშიც. რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფლებში გზებისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. მძიმე ტექნიკა მობილიზებული მარტვილის რაიონის სოფლებშიც, სადაც სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურას მიაყენა. ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზარალებული რეგიონის ყველა რაიონში ზარალის დათვლა დაწყებულია ადგილზე. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბებიც მუშაობს. პრაქტიკულად გაიარეს უკვე მანქანებმა, ანუ დროებით გზა უკვე აღვადგინეთ, მოწყვეტილი უბნები ერთმანეთს სოფლისა დავაკავშირეთ და მოგვიწევს ალბათ 2-3 კვირა სამუშაოება, რომ კარგი გზა მთლიანად გავაკეთოთ. სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში მოწყვეტილია მოსახლეობა გზისგან, რიგ შემთხვევებში საცხოვრისს ექმნება პრობლემა. ჩვენ გეოლოგებთან ერთად ახლა ვართ აქტიური შესწავლის პროცესში. არის შემთხვევები, სადაც საკმაოდ ძიმე სიტუაცია, დიდი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ სადავართ. რეგიონში გუბერნატორის ხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბები, პარალელურად შექმნილია ზარალის დამცველი კომისიები, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა მუნიციპალიტეტში.